შეუცვლელი ერთადერთი ლაურა რეხვიაშვილი. ძალიან დიდი ბოდიში ხა თუ ვინმე ამაზე გაღიზიანდება, მაგრამ გაღიზიანდეს პირიქით ძალიან მომეწონება. ყველა ახალმოსულ რეჟისორს, თქვათ, ვისაც აქვს თქვენთან შეხება, უყურებთ ეჭვის თვალით. უკვე ვიცი რომ არ არის მწოდნე. რა დავკარგეთ? მე ვნახე სპექტაკლები, რომელსაც ტაშს არ უკრავს მაყურებელი. არის ეს ისეთი მწოდნე? ეწყინოთ ვისაც უნდა შედეგი სახეზეა. იმისთვის რომ მე გადავრჩე ფსიქოლოგიურად და გავუძლო ამ დარტყმას. ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი. აი ეს როგორ მოახერხეთ? ნიშასაც ჰქონდა ეგ შიში ამ კაცის. მართლა? უკვე ისტორიას ვბარდები მე. რა მაქვს დასამალი, ვერ გავიგე. თქვენგან დამოუკიდებელი ადამიანებისგან მაქვს ეს ისტორია მოსვენილი. გამოვიქეცი, იმიტომ რომ გონია რომ იყო რამე შემოთავაზება ამ ბოლო წლების განმავლობაში. რატო უნდა შემომთავაზონ, ვერ გავიგე. ყველა შეგრძნებით გარდაისახო და გახდე მეგრელი ეგონა. მე ვერ ვაჯობებ ფანტაზიაში კეთილდარიას, მაგრამ რჩევა ახალგაზრდებისადმი. მე რო აღარ ვიქნები და ჩემი თაობა რო აღარ იქნება. მე არ ვიცი. ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ჰოლივუდის მიუზიკლი კახეთშიო. გოიმ კომუნისტებს დეგენერატებს ქონდათ ფორმატი. ერთის ვნახოთ ველის ციხელები მოვიდნენ. ამაზე როგორ არ გკითხოთ? გულწრფელი უნდა ვიყო. ცხანერად არ გამოვა. აი ეს არის ოქროს სიტყვები, ეხლა რაც თქვენგან გავიგე. გამიშით ამ გოლივუდში კასტინგზე თქო, იმიტომ რომ მე გზის ფული არა მაქვს. ზიმბაბველი ლაურა რეხვიაშვილი. ალმოდოვარის პერსონაჟები. მგონია რომ სულ ყველა ჩემია. პროსტა ალმოდოვარმა არ იცის. ეს არის მთავარი ფრაზა. ეს სიყვარული ყველას უნდას კომპოზიტორი სულ ყველგან ამბობს ხოლმე რომ ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ჰოლივუდის მიუზიკლი კახეთშიო და გადმოვიტანეთო ეს თავის სიმღერებით და თავისი ამ ხასიათებით, ხო? არ ვიცი გოლივუდი რამდენად გამოუვიდოდათ, არ ვიცი და გოლივუდი რამდენად მიიღებდა იმ ჩანაფიქრს, ვთქვათ, რაც უფიქრიათ და გაუჟღერებია, მაგრამ ხალხმა რომ შეიყვარა და ჰიტად აქცია ცხადია. ეხა მე არ ვიცი, ეხა გიორგი შენგელაიამ ცხონება კონდეს აღარ არის. ეგეთი რაღაცა მითხრა რომ რა ვიცოდიო რომ ამას ასეთი მოწონება ექნებოდა საქართველოსშიო, მაყურებელშიო, თორეო. 3 ფილმის მასალა მქონდა გადაღებული და დავტოვე 1, იმიტომ რომ იმ გოიმ კომუნისტებს დეგენერატებს ჰქონდათ ფორმატი 1 საათი და 20 წუთი ფილმი. ხო და დანარჩენი გადავყარეო. და ეს თან ბევრი რამე იყო იმპროვიზაციით, ხო, თქვენი გაკეთებული, რაც ძალიან მოწონდა, მაგრამ ვერ მოხვდებოდა იმ სურათში. რასაკვირველია და ისიც მითხრა, რომ ის რაც გადავყარე, თითქმის შენიყავი ყველგან, იმიტომ რომ თვითონაც მოწონდა ეთყობა ეს პერსონაჟი და რაც სცენარში იყო, არ ყოფნიდა და ამატებდა, ამიტომ იღებდა და იღებდა, ხო? და როცა უთხრეს და რატომ უნდა თქმა, ეხა 1 საათი და 20 წუთი უნდა იყოს ფილმი. და რომ ნახა რომ ბევრია, აიღო და გადაყარა. ანუ აბა რაში მჭირდებაო და თან მაშინ არც იყო ეს პრაქტიკა, რომ აი გაგრძელებულიყო თუ თავიდანვე არ იყო ჩაფიქრებული, ვთქვათ, რამდენიმე სერიან ფილმად, არ შეიძლებოდა ამას ერქვა მხატვრული ფილმი, რომელიც ფინანსდებოდა საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ მოსკოვიდან, ირეკებოდა და მოდიოდა ფული. ხო და ნუ გააკეთა ის, ეხა რაც უნდა გაეკეთებია როგორც წესი. ეხა რა შეასაკ საქმე იცი? თვითონ გადაღების დროს იმაზე არანაკლები ხდებოდა ორღობეებში, ვენახებში, ოჯახებში, სოფლებში, სადაც დავდიოდი და სადაც იყო ლოკაციები გადაღების. ძალიან ხალისობდით და იყო ბედნიერზე ბედნიერი დრო. მე მგონია რომ თან თქვენ იყავით მასპინძელი. იქ ეს კახეთში იღებთ თქვენ და კი, გადამღებ ჯგუფს მასპინძელი ვიყავი, ნიშნავს იმას, რომ მე ვიყავი ჩემს სახლში, რატომ უნდა ყოფილიყავი სასტუმროში და ვისაც როდის უნდოდა და რამდენიც უნდოდა, იმდენი მოდიოდა. მაშინ არ იყო ასე, არ გეშინოდა სტუმრის
ყავდა დედა, მამა, გამართული ოჯახი, ვინც არ უნდა მოსულიყო მეზობელთან არაფერზე არ გადავიდოდ. კი ასე იყო. და გადატანით იმ მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ ხასიათები ადამიანებს როგორ დალაპარაკებულ, თქვენ სახლში იყავით, თქვენს რეგიონში და ეს ყველა იყო სტუმარი და თქვენ იყავით დამაკავშირებელი ამ კახელებსა და არა. რას გულისხმობ ჯერ ერთი? აი ურთიერთობაში შესვლა, თქვათ იგივე ბურნუთას პერსონაჟი, რომელიც ჩამოვიდა და სწავლობდა ამ ხასიათებს იქაურს, არა. ასეთი არა. პირდაპირ მუშაობდა გიორგი შენგელაია და ეხმარებოდა მიშა ჭიაურელი. ორი რეჟისორი ყავდა ამ ფილმს და ისინი ამზადებდნენ მსახიობებს გადასაღებ მოედანზე გასასვლელად. მე კიდე წამიკითხავს ესეთი ისტორია და აი პირველ წყაროსთან თქვენთან შემიძლია გადავამოწმო, რომ იმ პერიოდში ზუსტად გიორგი შენგელაია და სოფიკო ჭიაურელი დაშორდნენ ერთმანეთს. მანამდე ქონდა გიორგის სხვა ჩანაფიქრი, რომ ხანუმა უნდა გადაეყო, სადაც სოფიკო ითამაშებდა. ეს ცხადია იმის გამო, რომ წყვილი დაშორდა, ვეღარ მოხერხდებოდა და მივიდა კინოსტუდიაში და თქვა, რომ მე არ მეკუთვნის გეგმით ფილმი, ანუ ეს ხო წინასწარი წარმოება იყო, ჯერ სცენარი, მერე ყველა რეჟისორს ჰქონდა თავისი გეგმა, თქვენზე კარგად ეს ვინ იცის, ხო? და უთხრა, რომ იმისთვის რომ მე გადავრჩე ფსიქოლოგიურად და გავუძლო ამ დარტყმას, ასე ვთქვათ, მე მჭირდება სამუშაო და ეს მოხერხდა, რომ ამ ფილმზე შემოვიდა. თქვენ როგორ იცით ეს ამბავი? დაახლოებით ეგრე, ცოტა რამ არის ის, რაც თქვენ შეიძლება არ იცოდეთ. მიშა უნდა ყოფილიყო გადამღები რეჟისორი და ვინაიდან ის რაზედაც ილაპარაკე და ახსენე, ეს ასეა, ძალიან გააქტიურდა და მიშამაც უარი არ უთხრა, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდებოდა როგორც წამალი. და ის გატაცებით მუშაობდა თქვენთან? გატაცებით მუშაობდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმდენად შეუყვარდა მას პერსონაჟი, რომელსაც მე ვთამაშობ და გავაკეთე, რომ არ ვჭირდებოდი გადასაღებ მოედანზე, მაშინაც კი მიბარებდა. ხო და პარტიკაბელი ქვია, თუ იცი. აი მაღალი ის არის გაკეთებული ხი მინჯებისგან ასე ზევიდა რო გინდა გადაიღო კადრი, უნდა მაღლა დააყენო კამერა, ხო და პარტიკაბელს ეძახდნენ მაშინ. ეხლა როგორ აკეთებენ და რა ქვია, არ ვიცი. ხო და რომ მივედი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მკითხე, მე მიღებ, არა არ გიღებ. აბა რატომ დამიბარე? შენი ის მჭირდება, აურა, შენი პერსონაჟის და იქიჯექით. ხო და წეღარო გითხარი რომ გადაყარა თურმე ფირები, მე ვყავდი ძალიან ბევრგან გადაღებული თურმე, მაგრამ გადაყარა იმიტომ რომ გითხარი არ შეიძლებოდა დროის ფაქტორის გამო და მეორე ისიც მითხრა გულწრფელად. არა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ესაა საინტერესო რა. მთავარი როლი შენ გამოდიოდი და ასეც არ შეიძლებოდა. მაინც ლაურა რეხვეშვილი მაინც თავრობში. ეხა გამოჭრეს თუ არა მოჭრეს ფილმს რო უყურებ ხო აღიქვა რომ ეს ქალი ანათებს. მადლობა. არსებობდა ძალიან ცნობილი სამხრეთ ამერიკელი, არგენტინელი კრიტიკოსი ხაიმე პოტენზე. კი ბატონო. სოფლიოს წამყვანი დასები არგენტინას იმიტომაც სვამდნენ მათ საგასტროლო ტურნეში, რომ ამ კაცს ენახა და განეხილა და ბევრ რაღაცას არაქებდა. ეს არ იყო გამორჩეული იმით, რომ იყო მაქებარის, იყო საკმაოდ კრიტიკული საკუთარი ამ თეატრალური სფეროს მისამართით. აზანზარებდა ყველაფერს და თეატრალურ წარმოდგენას და მათ ავტორებს. შიშისგან რო აზანზარებდა, ამ კაცმა ნახა კინომსახიობთა თეატრის გასტროლის დროს დონ ჟუანი, მოლიერის დონ ჟუანი, მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული მისი რედაქციით და განსაკუთრებით აღთოვანდა იმ პერსონაჟით მოკარნახის როლით, რომელიც მოლიერს საერთოდ არ აქვს თავის პიესაში. ეს პერსონაჟი მიხეილ თუმანიშვილმა შექმნა სპეციალურად იმ ქალისთვის, რომელიც ახლა არის ჩემი პოდკასტის შანტრაპას სტუმარი, საპატიო სტუმარი და ეს კაცი წერს, რომ ისეთ გმირს თამაშობსო ლაურა რეხვიაშვილიო, რომ თვითონ მოლიერიც კი სიამოვნებით მოაწერდა ხელს ამ პერსონაჟის არსებობაზე მის
პიესაშიო. და კიდევ ამბობს მაგარ ფრაზას, რომ აი ასეთ კომიკოსს, როგორიც ეს ქალია, ფეხი არა თუ ბუენოს-აირესის და არგენტინის, არამედ მთელი სამხრეთ ამერიკის მიწაზე არ დაუდგამსო. კი ასე წერია. აი ეს როგორ მოახერხეთ ჯერ და მეორე, აი არ გწყდებათ გული, რომ ხალხმა შეიძლება ეს არ იცოდეს, მაგრამ თქვათ აი კინოდან იმ როლით ყველა გიცნობთ, ყველა აღფრთოვანებული, ეს ცუდი კი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ცოტა მიცის. ხო. ეს ცოტა მიცის და გულდასაწყვეტია, მაგრამ არა უშავს. მთავარია რომ ეს ასე იყო მართლა. ჩვენ როცა ჩავედით ბუენოს-აირესში, მიშასაც ჰქონდა ეგ შიში ამ კაცის. მართლა? მაგრამ კლავდა ინტერესი რა სიტყობდა. შიშთან ერთად, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს იყო მსოფლიოში როგორც აღნიშნე შენ, აი ესეთი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი და მცოდნე განათლებული კაცი და თეატრის მცოდნე. ეს ადამიანი დაავადებული იყო განუკურნებელი სენით ჩვენი ჩასვლის დროს. და ლოგინათ იწოდა, რომ გაიგო ვინ ვიყავით ჩასული, ანუ ლაურაზე კი არ არის ლაპარაკი და შემსრულებლებზე მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც უკვე იცოდა. მანამდე თქვენ უკვე ტურნეზე სად იყავით? მანამდე მოიარეთ ბევრი მნიშვნელოვანი ქვეყანა, ხო? მოვიარეთ. ესე იგი, აქეთ არ ყოფილვართ აი ასეთ აზიურ მუსულმანურ სამყაროში და არ ყოფილვართ იაპონიაში დანარჩენი არ დარჩენილა ქვეყანა. ადგა ეს კაცი ამას ვამბობს, ადგა ლოგინიდან და მოვიდა ნახა სპექტაკლი და დაწერა ის, რაც დაწერა. არ ვიცი, მე არაფერი არ გამაჩნია, რასაც სიმდიდრე ქვია და რა ქონება ქვია და რაღაცა. ესაა ჩემი ქონება კი, რომელსაც ის ჩემი პატარა, რომელიც მეღირსა და ჩემი შვილი-შვილია. გილოცავთ ამ ბედნიერებას. ხო, აი რა არ ვიცი, ასე მგონია, რომ სამაყუა ეს მისთვისაც. ალბათ რამდენჯერ გიფიქრეთ, როგორ ბებიას ითამაშებდით, სცენისთვის ემზადებოდით, კინოსთვის ემზადებოდით და დადგა ეტაპი, რომ რეალურ ცხოვრებაში ბებიის ამპლუაში აღმოჩნდა ლაურა რეხუიაშვილი და მაინტერესებს აქ როგორი ხართ. აი ეს როგორი შეგრძნებებია. ხო, ვილაპარაკე, აუ რამდენი. არაფრის თქმა არ შემიძლია. რატო იცი? ის სიტყვები, რამაც უნდა გადმოსცეს, არ მყოფნი. რამაც უნდა გითხრას. პასუხი გაქცეს კითხვაზე, ის სიტყვები არ მყოფნის. ერთს ვიტყვი, რომ ამაზე ტკბილი და მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა. ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ დი და ალბათ ეხლაც ტექსტს. საკმარისია, აი დავჯდე და წავიკითხო ტექსტი, უკვე ხო ადვილად მოკლედ რა. რითმა თავში არ მომსვლია ისე დავბერდი და ლექსებს ვწერ. კარგი. რაღაცა უნიჭოთ, მაგრამ რითმაში. ანუ ჩემი ბიჭის მოფერები, ვეფერები და გამოდის ლექსი. ჩემი ბიჭის ბიჭი, ჩემი ცხოვრების ნიჭი, ჩემი გულის გული გარეთ გამოსული. კარგით რა. ჩემი სისხლის წვეთი, მოღუნე ღმერთი და ეგრეა რა. რატო უნიჭო, რატო, როცა აი თქვენი გული დევს ახლა ამ სიტყვებში, აბა სად ჩავიძვრინო? აი მინდა გულის მაგივრად, სულის მაგივრად. რაღაცა საოცრება. და იცი რა არის უცნაური? თუ მე დამემართა ეს არ ვიცი. ეს შვილი შვილს არ უყურებ. ვუყურებ, რომ დამიპატარავდა მათე და თომა ერთად არიან 100 მკლავში. რაღაცა ესეთი ხო მართლა. საოცარია, რომ ამ ეტაპებს კიდე ხელახლა გადიხართ, რაც მათესთან უკვე წლების წინ იყო და შემომიბრუნდა რა. მოკლედ. რა დავკარგეთ? თქვენ გქონდათ რამდენიმე ისეთი სპექტაკლი, რომელმაც მართლა მსოფლიო ალაპარაკა, გარდა დონ ჟუანისა, ეს იქნება ბაკულას ღორები თუ ჩვენი პატარა ქალაქი, რომელიც საოცრება. როგორ გონიათ აი ამ დროის განმავლობაში? ერთია ოსტატი, რომელიც გარდაიცვალა, წავიდა, აღარ არის ჩვენთან,
მაგრამ მისი ცოდნიდან, რაც მან დატოვა თეორიული ნაშრომები, ფანტასტიკური წიგნები, აი როგორ გონიათ, რა დაიკარგა, რის შემდეგაც ვეღარ ვიქცევთ ყურადღებას, თუნდაც ისეთი ძალიან თეატრების. კარგი კითხვაა და პირდაპირ ჩემთვის უნდა გეკითხა. ეს და მადლობა ამისთვის. გულწრფელი უნდა ვიყო. ცხანერად არ გამოვა. სკოლა. სკოლა, რომელიც სადაც აღარც თუმანიშვილია, აღარც ლილი იოსელიანია, აღარც გიზო ჟორდანია. ეწყინოთ ვისაც უნდა. შედეგი სახეზეა. გაბატონ ლაურა, თქვენ არ გიფიქრიათ, რომ თქვენ თავად გესწავლებინათ? თუ თვლით, რომ თქვენ არ ხართ პედაგოგი მოწოდებით? ეგაც ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ნახე როგორ არ მიფიქრია, ის კი არა, რომ ლაურა პედაგოგი. არა, მე რო აღარ ვიქნები და ჩემი თაობა რო აღარ იქნება, მე არ ვიცი. ვის ეცოდინება რა არის გარდასახვის თეორია? და თუ გარდასახვის თეორია არ ასწავლე, ბავშვს, რომელსაც ეს პროფესია უნდა და არ ასწავლე არ არის სწორი, არ გააგებინე, არ იმუშავე, არ დააკვდი. რა არის გარდასახვის თეორია? არაფერი არ გამოვა. არტისტობა ისედაც არ ისწავლება. არტისტობის სწავლა არ შეიძლება, მაგრამ მე გეუბნები არტისტზე, რომელიც დაიბადა არტისტად, იმან უნდა იცოდეს რა არის გარდასახვის თეორია. ახლა მე წამოვიღე ჩანაწერი მიშასი და მინდა მოვიშველიო ეს. იმიტომ რომ რადგან ამაზეა ლაპარაკი, მე უნდა წაგიკითხოთ ის, რაც ვიცი, ანუ რაზედაც ლაპარაკობ, ძალიან მაგრად ვიცი. და მენანება, მეწოდება რომ თაობები და ეს ცოდნაც ის რაც ამ უზარმაზარმა მაესტრომ, რომელიც არ ვიცი 100 წლის მერე კიდე დაიბადება? უნდა იმედი დაიბადება, ხო? აი ხა გეტყვი. კაცობრიობამ სამყარომ უამრავი გენიალური ადამიანი გააჩინა. რომელთა ნაზრები კაცობრიობა შემორჩა როგორც ფორმულები და შემორჩება სანამ კაცობრიობა იქნება, იმიტომ რომ ისინი ხელდასხმულები იყვნენ. ეს ასე არ ხდება. ეს ჩემი აზრია, რომ ქალი და კაცი უკაცრავად გაკოტრიალდება და თომას მანი უნდა დაიბადოს მაინც. ასე არ არის. ხელდასხმა ასე მგონია და ამიტომ ისინი ტოვებენ ისეთ ნაზრებს, ისეთ ცოდნას, სამომავლო თაობებისთვის, რომელიც აუცილებელია. მე ვამბობ, ფორმულებია ესენი. ერთ-ერთი თვითონ ბატონი მიხეილ თუმანიშვილია, რომელმაც ასევე დატოვა იმ წიგნების გარდა აი ფორმულა, რომელსაც მე წაგიკითხავ და გულწრფელად გეტყვი, რომ ესაა ჩემი საქმე და ვინც ეს არ იცის, მე იმასთან არაფერი საქმე არ მაქვს. გარდასახვის თეორიაზე ვილაპარაკეთ და ადამიანი ამბობს. შეგრძნებები ბადებს აზრს. აბა გავიაზროთ რა. ხო არის ასე. აი შეგრძნება შეიგრძნობ და დაიბადება აზრი. აზრი ბადებს სურვილებს. სურვილები როგორ შეისრულო სურვილი, უნდა ისე მოიქცე, რომ სურვილი შეისრულო, ანუ სურვილები ქცევებს. ქცევები ჩვევებს ბადებს. ხო, ასე რომ იქცევი, ის ჩვევაში გადაგდის. ჩვევები ხასიათი ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა, თვითონ ამბობს. თვითონ ვიაკეთებს დასკვნას, რომ ეს ძალიან საინტერესოა. და რომ ეს ასეა. აი ეს იგრძნობა თქვენს როლებში. ეხლა თუ მოვა რეჟისორი გენიალური ნაწარმოებით ვთქვათ
და ის არანაირ შეხებაში არ არის, კარგი ამასთან არა. აი როგორ კეთდება პერსონაჟი. იმიტომ რომ ნაწარმოებს რო კითხულობ, შენთვის არის ახლა რომ გამორთოთ ყველაფერი, ხო ჩაბნელდება. ხო და იმ ჩაბნელებულში ხარ და საით წახვიდი არის, იმიტომ რომ ერთი ცდით კარებს ვერ მიაგნებ. აი არის კარები სადა. თუ გაარტყი იქ სხვა არის, მაგრამ არა. დადიხარ და ურახუნებ თავს ამ ბნელ კედლებს. არის საიდან დაიწყო. ხო. იწყებ მე ამაზე ფიქრს რომ იწყებ გეხმარება ისეთი მწოდნე, ვთქვათ, მიშა თუ არა, აი ამ გარდასახვის თეორიის ისეთი მწოდნე რომ მიგაგნებიოს რა კარებს რა. მე ისე მოგატყუოს რომ აგაგდოს. და თუ აგაგდო, აქ ის სინჯარა, რომელსაც ნიჭიქვია, იწყებს თუხთუხს. და თავისით მოდის იმ სინჯარიდან, ასე გადმოდის და აი ამ გადმოსვლებში იბადება პერსონაჟი თავისი ყველა ამ მახასიათებლით. კი, აბარა. და რა არის სწორი, რა დაიბადა სწორი, დაიბადა თავისი დაიბადა ეს უკვე სწორია. ეხლა ის როგორ გამართლდეს და ის როგორ უნდა წავიდეს ბოლომდე, იქ იმიტომ ზის მწოდნე, რომ ამაში მოგეხმაროს. მე მაქვს ერთი ისეთი შეკითხვა აქ. დიახ. მას მე რაც აი ესეთი დიდი ადამიანი მიდის. ყველა ახალმოსულ რეჟისორს, თქვათ, ვისაც აქვს თქვენთან შეხება, უყურებთ ეჭვის თვალით, რომ აი არის ეს ისეთი მწოდნე? იცი, ეჭვის თვალით არ უყურებ. უკვე ვიცი, რომ არ არის მწოდნე. რატომ აბა? გააღებს პირს და დამთავრებულია. ანუ ეს უნდა იგრძნობოდეს ზოგადი განათლებიდანაც, პირველივე კონტაქტიდან. აბარა, რომ შემოგთავაზებაც უნდა ისე. შემოთავაზებაც უნდა იყოს უზუსტესი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ბოდიში ხა თუ ვინმე ამაზე გაღიზიანდება, მაგრამ გაღიზიანდეს პირიქით, ძალიან მომეწონება, ზუსტად ვიცი რა არ უნდა გავაკეთო. რა არ გამომივა. ესე იგი ისიც ვიცი რა გამოგივათ საუკეთესო. არ შეიძლება ყველაფერი მეგონოს რომ გამომივა. არიან ასეთი არტისტები, გათამამებული არტისტები და ასეთ დროს იმასაც აფუჭებს, რაცაც ბევრი ტაში მიუღია, ანუ ჩაწერილა როგორც საუკეთესო ნამუშევარი. ეს რატომ უნდა გავაკეთო მე? თუ ეს ვიცი და თუ ეს ასეა. აი ეს არის ოქროს სიტყვები, ეხლა რაც თქვენგან გავიგე, იმიტომ რომ კონტექსტში საკუთარი თავის აღქმა, რომ აი სად არის შენი ადგილი, რაში ხარ შენ კარგი და რაში ჯობია რომ არ მოსინჯო ძალები, ეს არის მე მგონი არა მხოლოდ მსახიობისთვის, ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება და უნარი, რომ რასაკვირველია, ეს ყველას ეხება და ყველა პროფესიის ადამიანს. მე ჩემ პროფესიაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ეს ვიცი და ვაცხადებ, რომ დიახ, ვიცი. აი რამდენჯერ მიოცნებია, ყველგან ვამბობ. კულტურის მინისტრები ხო, ბევრი გამოიცვალა, ბევრი წავიდა, არ ვიცი. ხო და ვეუბნები რომ გამიშით ამ გოლივუდში კასტინგზე, თქო, იმიტომ რომ მე გზის ფული არა მაქვს. და მაინტერესებს, აი უკვე ეხლაც მაინტერესებს. იმიტომ რომ იქ ხო არ არსებობს ზარი და ჩაწყობა და რაღაც. აი ესე წრეზე ნანახი მაქვს კასტინგი. ნანახი მაქვს როგორ ხდება. წრეზე დავალება ყველასთვის ერთია. იქ არის ჩასული ლაურა და არის ჩასული სადღაც ზიმბაბვედან თქვა. ზიმბაბველი ლაურა რეხია. რა. ასე. და შეიძლება იქ გოლივუდის ვარსკვლავიც იდგეს. და ყველას ერთი დავალება აქვს. მუშაობს 4-5 კამერა სხვადასხვა რაკურსით. პლანს რო ეძახის ხედი. სწორია. გაითამაშებ შევლენ და აირჩევენ ისე როგორც ბაზარში ვირჩევთ საუკეთესო კიტრს. და გამოვლენ გეტყვიან რომ არ არის ეს საინტერესო. იმ ამბავს მაინც ჩამოვიტანდი, აი ეს პროცესი რომ ენახა, რამდენი მილიონით მაჯობებდნენ. ხა საინტერესო იქნება. და რა მაგარი ხართ რომ გინდათ რომ თქვენ თავი გამოცადოთ. აბა
ვერ მაჯობებია. ვერა. იმიტომ რომ მე რაზედაც ვილაპარაკე, გარდასახვის თეორია. რა ვქნა კაცო, მასწავლა ოსტატმა და საუკეთესო შეგირდი ვიყავი. რა ვქნა ახლა? თვითონ აქ ჩემთვის ხარისხის ნიშანი მოცემული. მე შენნაირი მასალა არ მყოლია, მასალაზეა ლაპარაკი. ამასაც სიამაყიტყვები ყველგან. რატომაც, აბა რატო დავმალო ვერ გავიგე? უკვე ისტორიას ბარდები მე, რა მაქვს დასამალი ვერ გავიგე. შენ თუ შრომა არ დაგეზარება? აი ეს ხელის გულზე გატარებს ერი. და ეხლა რა ვქნა, ვიცხოვრე იმ ეპოქაში, რა ეპოქაც გვქონდა და მადლობა ღმერთს, რომ რაღაცა ცოტა მოვასწარი. ლაურა ნიჭიერია, სულ მესმის ნიჭიერია, აი მოგიტანე. თქვენ შესახებ ჩემ შესახებ. ხო, მან ბევრი სიმართლე წერია, განსაკუთრებით ბოლო შეფასება, ხო? მე ვეთანხმები, კი, მაგრამ ეხლა გეტყვი. რა თქინდა ასეთი ნიჭიერება თუ არ ხდება მისი მუდმივი რეალიზება. ეს ნიჭიერება ხო უნდა მთელი ჩემი ცხოვრება უნდა გამოგეზოგებინა. ხო, გაწელილი ხო ჩემ ცხოვრებაზე. და ასე არ მოხდა, წყვეტილად ხანდახან. ხან იყო და ხან არ. პეტერა საშუალო ისე. და მე შემეძლო თურმე, როგორც მიშა ეზღვი, შემექმნა ტილო. დიდი როლი, რომელიც ანამანიანი. მეჯობნა, კი, რატომაც არა, ვერ გავიგე. რატომაც არა. ეს ჩემი აზრი გახდა მას შემდეგ, რაც იმ ადამიანმა მომცა შეფასება ისეთი, როგორც გითხარი. და აი ამ ფილმის მერე მე მახსოვს, სიყვარული ყველას უნდას მერე კინოსტუდიაში ყოფილა ერთი სხდომა. კი, რომელსაც თქვენ ჯუმად მოусმინეთ და კი, შემთხვევით, სრულიად შემთხვევით. და რას ამბობდნენ თქვენზე? ხელფასზე ვიყავი მისული, გადაღების ფული უნდა ამეღო, კაპიკები რაღაცა და იქცევა. მაშინ იყო იქა პირველი გაერთიანება, შემოქმედებით გაერთიანებად იყო კინოსტუდია დაყოფილი. თენგიზ აბულაძე, ლანა ღოგობერიძე. ხო, ესე იყო. ხო და არ ვიცი ხა რომელ შემოქმედებით გაერთიანებაში ხდება. და არის საოცარი ხმები გამოდი, არასასიამოვნო, ერთმანეთს ეჭხუბებიან და ერთი განსაკუთრებით ჭხუბობს. ანუ იქ არიან სცენარისტები და რეჟისორები. სცენარისტები და რეჟისორები, ხო, ასე ხდებოდა გაერთიანებებში ეს ხდომები, როცა უნდა შეკრებილიყო ეგ ხალხი, ეგ კატეგორია. ყური მივადე ესე კარებს. და ხო ისე რომ არ ელოდები რა და მართლა რა ის ასწავლი გაიღო დამთხევა რომ თქვენზე რეზო ჩხეიძე შემეფეთა და მე გადავხდი უკან აი ესე როგორც ქურციკი გადავხდი და შემრცხვა იმიტომ რომ ყური მქონდა მიდებული მოდიო მითხრა სად გარბი ხარ მოდია შენზეა ლაპარაკი რეზო ინანიშვილმა გვაგინაო დაწერეთ თქვენ დედა ამ გოგოსთვის დაწერეთო. ეხლა რა ვქნა იმათი ნათქვამია და რატო რა არის ვერ გავიგე რა. სულ არა ვარ არათავმდაბალი. თქვენ ნამდვილად არ უნდა იყო არათავმდაბალი და სულ არა ვარ ის რაღაცა ჩემ თავზე შეყვარებული და რაღაცა წარმოდგენების. ლაპარაკობ იმას რაც იყო. იყო. ვერ ჩავედი იმ კაცის საფლავზე და ვერ დაველაპარაკ ერთი მადლობა ვერ უთხარი სამარესთან რა. ესო რო ყავდესო და ჩამოთვალა გოლივუდი, ბოლივუდი რა ვიცი. ჩინეჩიტა იტალიური კინო. ხო გაგიგია, ჩემგან ხوار გაგიგია, ხო გაგიგია. თქვენგან დამოუკიდებელი ადამიანებისგან მაქვს ეს ისტორია მოსვენილი და ზუსტად ამაზე მინდოდა მეთქვა იმ ტენდენციაზე რაც იყო ქართულ კინოში, რომ მსახიობისთვის იშვიათი გამონაკლისების გარდა თითქმის არ იწერებოდა სცენარები. იმ ფილმებში, სადაც თქვენ ხართ გაბატონ ლაურა, თუ არ ჩავთვლით ამ შენგელაიას ფილმს ეს არის ჯორჯაძის და კვირიკაძის რობინზონია და ანუ ჩემი ინგლისელი პაპი ეს არის პავლე ჩარკვიანის ზოგი ჭირი მარგებელია შედარ გინახავს ნანა ჯორჯაძის გადაღებული და კვირიკაძის ფოსტალიონი ხო აი ფოსტალიონი არა გერმანული პროექტი იყო და ვერ ჩამოიტანეს
მე ეგეთი როლი არ მითამაშია. ეს არის არც მინახია ფილმი, მაგრამ თვითონ რეჟისორის შეფასებით და იქაური შეფასებით რაღაცას არაჩვეულებრივი ნამუშევარი თურმე და არ გამოატანეს, იმიტომ რომ დაფინანსება სუსია, იმათია. რაღაცაზე ვერ მოილაპარაკეს. კი ბატონო. და აი ამ ფილმებში რაც თქვა თქვით გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი ბაკურხეველი ხევსური, ხო? არათუ ვერ ამოწურა თქვენი შინაგანი მარაკი ამ ფილმებმა. ვერც კი აჩვენა, იმიტომ რომ მაინც ეს იყო ეპიზოდები, მაინც ეს იყო მეორე რიგი და ასე შემდეგ. ეს აბრალებთ ამ ტენდენციას, რომ მსახიობისთვის იშვიათად იწერებოდა როლები? არა. ხო, რასაკვირველია. ხო, რასაკვირველია. აი მე არ ვიცი ხა თუ იცი გამახსენე რომ დაიწერა მისთვის მე არ ვიცი საბჭოთა სინამდვილეში ეხლა როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ გეტყვი ერთ საინტერესო ამბავს რომელიც ალბათ გაგახსენდება თუ არ გაგახსენდება ესე იგი ისეთ ადგილას თქვი რომ შენამდე ვერ მოვიდა ისევ კინოსტუდიიდან მოვდივარ და წვიმს ხო წიმა ძალიან ხა წვიმს რა მგიდია რა წვიმს ხო და ჩემს გვერდზე გაჩერდა ახალი მტრედისფერი 24. ხო და მე მოვდივარ უკვე გასასვლელისკენ და ძღოლი ხო ხვდები უნდა გადმოიწიოს რომ კარები გააღოს, იმიტომ რომ აქედან მარცხენა მხარეს აზის. გააღო კარები და მითხრა რომ დავძანდითო. ეს იყო თენგიზ აბულაძე. გენიოსი. თენგიზ აბულაძე, რომელმაც მომაცილა ძველ კინოსტუდიამდე, ანუ ჩემს თეატრამდე და გამიმხილა რომ ის აპირებდა ჩემთვის სცენარს. ეს რომელი წელია დაახლოებით? მე გეტყვი სანამ ავად გახდებოდა აი რაღაცა წინა პერიოდია. მონანიების მერე. კი და მახსოვს რომ ორი ღამე არ მეძინა და უძილობისგან კაი რა ეს როგორი ამბავია, იმიტომ რომ თენგიზ აბულაძე მოყვა ძალიან სერიოზულ ავარიაში და ამ ავარიის მერე კიდე რომ უნდოდა ფილმი მონანიების მერე ვეღარ შეძლო ჯანმრთელობა ნელ-ნელა უკვე არა და ადამიანმა გამიმხილა რომ ის აპირებდა ამას. ხო ესე იგი რა გამოდის ხო ან გაქვს იღბალი ან არა გაქვს იღბალი გაანათლოს ღმერთმა სოფიკო ჭიაურელი ცოცხალიც მიყვარდა და მიცვალებულსაც პატივს სცემდა მიყვარს იმიტომ რომ ის იყო მართალი ქალი რომელმაც ერთხელ თქვა და ჩემი ყურით მოусმინე არტისტი 50 ნიჭია 50 იღბალი და მე ერთის და მეორეს შესანიშნავად ამემთხვაო ხო და ჩემ შემთხვევაში ახლა მეტი რა მექნა თქვენ მართლა ყველაფერი გააკეთეთ რაც შეიძლებოდა და რაც შეიძლებოდა რა. მოდი ბოლო პერსონაჟზე რომელმაც თქვენი თავი ხელახლა შეახსენა მასობრივ მაყურებელს, განსაკუთრებით შეაყვარა და ამ კახელმა ქალმა აი ესეთი მასტერკლასი გარდასახვის, რომ როგორ შეიძლება ყველა შეგრძნებით გარდაისახო და გახდე მეგრელი ეგონა. აი ეს შეასრულეთ. ამაზე როგორ არ გკითხოთ, როგორ იბადებოდა. 10 მეგრელი ერთად ნანახი არ მყავდა. მე კიდე მგონია რომ დაკვირვება აწარმოეთ ამაზე სერიოზულად. არა. აი გულწრფელად გეუბნები რა. მაგრამ ნახე ხომ დავდიოდით ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში და მიშა შემოვიდოდა და მეტყოდა რომ დღეს ფრანგულად უნდა თქვა. რაზე ეუბნებოდა? მონოლოგი დღესნა წაიკითხო ფრანგულად და მიქ მეუბნებოდა არგენტინაში ესპანურად წაიკითხო. და მე ამაზე ტლინკებს უკაცრავად არ ვყრიდი. შეგეძლოთ ანუ შემიძლია? ხო. თურმე შემიძლია რა. არ დარჩა საქართველოში კილოკავი. აბა ისაკენი გურული არ გამიკეთებია და მთის ძარცული ისინი გაქვთ. მარტო თქვენ გაქვთ ხო კიდე კინოში? თიული მე გავაკეთე. აი ერთ-ერთში გავაკეთე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი მეგობარი და უბანში ბევრი მყავდა და 3 დღე და ღამე იმ სოფელში ვიცხოვრე, სადაც ვიღებდით, რომ კილოკავი ყოფილიყო შეუმცდარი და უზუსტესი. ხო და რაზე ვლაპარაკობდით? ეგონას მეტყველება და ხასიათი. ეხა მიშასგან ვიცოდი, რომ სერიალი
სერიალმა შეიძლება დაშტამპოს არტისტი და რას გულისხმობდა. ანუ კინოტექნიკით გადაღება არტისტის სხვა არის, რომელიც აგრეთვე აეჭვიანებდა. ანუ კინოში განათება უნდა მუშაობდეს უმაღლეს დონეზე, ხო? კინოში მსხვილი პლანი, რომელიც მე ძალიან მიყვარდი. ძალიან მიყვარს და ოცნებად ამაყ გადაქცეული ჩემი თავი მსხვილ ხედში. ნებისმიერი დავალება შემასრულებია მთელ ეკრანზე. აი არ მქონია ამისი საშუალება და მაინტერესებს. აი ხა ვფიქრობდი თქვენ ფილმებში აი ახლო აი ახლო ხედით ხო. ამერიკულ და ევროპულ კინოს ხო ვერ ნახავ რომ ეს არ იყოს. იმიტომ რომ არტისტის შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩანს, როცა ამას მსხვილი ხედით და უკვე კომპონენტად იქცე რომ და შენი სახის ხო ყველა ნერვი, ყველა ძარღვი ჩანს, რომელიც აი აქედან ამოდის და გადმოდის სახით. მე შესაძლებლობა არ მქონია. ამიტომ კინო მიტაცებდა, მინდოდა ეს ინტერესი მქონდა და თან რატომღაც სარკეში რო ჩავიხედე პირველად და ჩემი თავი დავინახე, ხო? იმ წუთას თქვი რომ მე არტისტი ვარ. მე თვითონ, ხო. ხო და აი სერიალი რო შემომთავაზეს, ახლა რაღაცა აღფრთოვანება და ეს რაღაცა არ გამოუწევია ამ შემოთავაზებას. თუმცა არ ვიცი რა თავაზობენ, მაგრამ მეთქი გაჩერებულია ყველაფერი, ხა არა ვარ რაღაცა და ერთი ნახო რა არის, რას მეუბნებიან. რომ მივედი და მითხრეს, რომ შენს პერსონაჟს ქვია ეს სახელიო, ეგონა. მორჩა, აქ მითხრა ისევ იმან, წეღა რო გელაპარაკებოდი, მე აქედან გავაკეთე. თქვენმა ნიჭმა ამოხეთქა აქ, ეგონა. აი ეს სახელი გამაკეთებიებს პერსონაჟს, გონახე? რამხელა მნიშვნელობა აქვს რაღაცებს. ამას ესე გროვდება და უკვე სრულყოფილი ხორჩეს. ხო, სანამ სესილიას ის არ ჩააცვეს ფოხანი, ხო იცი? ვერ გააკეთა ვერაფერი. აი ჩემთვის ამ სახელმა გადაწყვიტა ჩემი ბედი და ჩემი პერსონაჟი ამ სერიალში. და მე რომელიღაც ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ხო ყველაფერი გავდა მეგონას. მეგონას, ხო, რაც ვილაპარაკეთ აქ. და ჩამოცილდა. ეგონა დარჩი. ის რაც დავრჩი, მაგრამ არა ვარ უკმაყოფილო, იმიტომ რომ ხალხს უყვარს, მოწონს, ამას წინა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, სიმპათიურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ არ გამიგია რომ ის ხო რა ცივილახეები არ გამიგია და მოდის ჩემსკენ და მე რა უნდა ამას? ამარო პარტია შემომთავაზეს რა, სულელდები. მამინდა ჩემო უნდა ჩაგეხუტო, მითხრა. ვაი. მეგრელია. ასლი ხარ მამიდა ჩემისა და უკვე კარგია. აბარა. აი უკვე კარგია და მერე კარგი ის არის რომ ის დალოცვილი ნიჭიერი ქალი ქეთი დევდარიანი ხო ისე წერს რომ ნაწერსა და ნაწერს შუა თუ ტვინი გაქვს ანუ ნიჭი შეგიძლია დაბადო და მგონია რომ ბევრი სცენა იყო რომელიც რასაკვირველია რაზედაც თვითონაც არ ამბობს უარს იმიტომ რომ თუ ამართლებ ამას პირიქით და მე ვიცი ეს ამ სერიალის სპეციფიკის ნაწილია რომ როდესაც კონკრეტული პერსონაჟის მსახიობი აი ასე ფანტასტიკურად განახორციელებს და განასახიერებს უკვე მისი გაგრძელებაც ძალიან ხშირად ანუ თქვენმა ფაქტორმა თქვენ რო ესე თამაშობდით იმ ეპიზოდებში ამ გმირს განსაზღვრა ის რომ ეს ხაზი ასე წარმატებით გაგრძელდა და კი დარჩით ამდენი ხნის განმავლობაში. კი, რასაკვირველია, ეს ახლა იმიტომ კი არ მომხდარა, რომ საქმეს გამოადგა და საქმეს თუ ადგება და რეიტინგი აქვს, ახლა გიჟი ვინ არის, რომ არ იფიქროს ამაზე და არ იზრუნოს, რომ შემოგთავაზოს მოულოდნელი, აი ესეთ პერიპეტიას რო ვიტყვი. ეხლა იმდენი რამე შეიძლება ამ ქალს დაბრალდეს. ეხლა. კი. ამბობენ რომ შეიძლება გაგრძელდეს ღმერთმა ქნას.
რომ მე ვერ ვაჯობებ ფანტაზიაში კეთილდარიას, მაგრამ ნუ თუ ამ ვერსიებიდან არაფერი არ იქნება, ვფიქრობ, რაც ჩემთვის ვიცი სერიებად. ანუ ამ ლაურა ხალის რეხუიაშვილი უკვე ფიქრობს, კი. უკვე მოლოდინშია და მალე რატომაც არ. აუცილებლად რატომაც არა. არის რამე საოცნებო როლი, რაღაცა არა, საოცნებო არ მითხრა. ერთხელ ისევ მიშას მოვიშველი, აბა რა ვქნა, ამაზე დიდი არგუმენტი მე არა მაქვს. მიშა თუმანიშვილი როგორც ლაურა რეხუიაშვილის მთავარი არგუმენტი. კი ბატონო, აბა რა. მოვიდა გადაკანცული და ესე ჩავარდა სავარძელში და ნუ ფერი არა აქვს. ფეხით მოვედიო. და რატომ მოხვედით ფეხით, ბატონო მიშა? ახლა ესე ცუდად რო ხდებით ფეხით რატომ? და ესე პაუზის მერე თელი გზა ვფიქრობ რა ვთქვაო. ხო და სათქმელის მეტი რა არის, აბა შემომთავაზონ. იქნება ამაზე არავინ არ ფიქრობს. და აკეთებენ იმას, რაც საქმეში ჩაეთვლებათ. და გამოდის ის, რაც არის. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც არ ვნახულობ სპექტაკლებს. მაგრამ არ შევდივარ და შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის ტყუილი მილოცვით. მათ შორის არც საკუთარ თავს, რომ საკუთარ თავს, რა საკვირველია, რა ზეალაპარაკი. მე ვნახე სპექტაკლები, რომელსაც ტაშს არ უკრავს მაყურებელი. ანუ დაუკრა ზრდილობის გამო მოიხადა ვალი და წავიდა. და მე გამოვდიოდი სცენაზე, მონოსპექტაკლს რო თამაშობდი, გასოს თათქარიძეს. კი, დარეჯანი. დარეჯას. და ვამბობდი რომ დავიღალე თქო. მადლობა, ნუ ღარ მიკრავთ. ხო, დავიღალე თქო, ცრემლი მომდიოდა მართლა. და ერთხელ ცუდათაც გავხდი ფოიეში, ძლივს მივაღწიეს კამამ. კაი, არ გვინდა მაზლობარები. მე. გაბატონ ლაურა, ეხლა ამ გარდასახვაზე რო ვამბობთ, ხო, რომ გარდაისახეთ ეგონად. თვითონ იმ როლშიც კი, ბაბულაშიც ისეთი გარდასახვა გქონდათ, მაგალითად, როცა პოდიუმზე გამოდიხართ და ვენახში კოლექტივში რო ხართ, ხალხი ერთმანეთს უდევდა სანაძლეოს, რომ ესაო ერთი ქალი არ არის. გამიგია, ერთი და იგივე ქალი არ არის. არ არის. ხო და ერთხელ მოვიგე უამრავი ყუთით ლუდი. მოვიგე, რომ გამოვაცხადე, რომ მე ვარ მეთქი და ეს ერთი და იგივეა. ეს და ესეთი გამარჯვებაც იყო. ერთის ვნახოთ ველის ციხელები მოვიდნენ. ეს სულ მინდოდა ამ ფრაზის თქმა, იმიტომ რომ ჩემი სოფელია და ხო. ველის ციხეში რო იცოდეთ, როგორ უყვარხარ, ნუ სად არ უყვარხართ, მაგრამ იქ ნუ ამ ბუყვარვარ და ამას მე ჯერა და ვამტკიცებ იმითი, რომ 70 წლის იუბილე შემომთავაზეს კლასელებმა, შეძლებულმა ორმა კლასელმა. და თავი მოგვეყარა თელავში, იქაც მყავს კოლორიტები და მე ავსულიყავით შუამთაში, კარგი, ქართული, კახური, სწავლი ღვინით და პურმარილით, მოვფერებოდით მოსულ სტუმარს და საკუთარ თავს. თქვენთან. ამ ღონისძიების ჩასატარებლად, რატო ვამბობ, ვუყვარ ვარ. არც ერთმა მეღვინე მოარი არა თქვა. მადლობა მათ თუ უყურებენ და მოხდა სასწაული და შენ პოდკასტს უყურეს ჩვენსაც. დიახ. სარგებლობს შემთხვევით და ყველას მადლობას ვუხდი. დღევანდელი ფილმებიდან რაც გამოდის, თუ ხართ მაყურებელი და თქვენი არა. არც მხატვრული ფილმები არ არის. არა, მაყურებელი არა ვარ, საკმარისია დავინახო 2 კადრი. რო გადავწყვიტო ყურება, ან არ ყურება. ანამანიანს ახლა მე ჩემთვის რო დავრჩები, ჩემთვის მარტო რო დავრჩები და არ ვნახავ. არ ვნახავ სერგო ზაქარიაძეს, არ ვნახავ. აი ესე ჩავრთავ, მივაჭერ ხელს და რას ვნახავ? ამბავს კი არ ვნახავ. ის რო აკეთებს, იმას ვნახავ, რო აკეთებენ იმას. ისა ჩემი საქმე, როგორ აკეთებს და მე ვამოწმებ ჩემ თავზე. მე გავაკეთებდი. ასია იმ ამერიკულ კარგ ფილმებზე, ევროპულ ფილმებზე მე გავაკეთებდი. ალმოდოვარის პერსონაჟები. მგონია რომ სულ ყველა ჩემია. პროსტა ალმოდოვარმა არ იცის.
ეს არის მთავარი ფრაზა, რომ გიყვართ ალმოდოვარის კინო, რა მაგარია და ზუსტად რამდენ ტიპას გააკეთებდით იმ საოცარი ქალთა კალეიდოსკოპიდან. ახლა ეგრე არა, პატარა ქვეყნის მაგრამ სულაც არ ამგონია პატარა ქვეყანა ტერიტორიის გამო და რაოდენობის გამო. იმხელა კულტურული მემკვიდრეობის მარაგი აქვს ამ ქვეყანას, რომ არა აქვს 85 მილიონიანს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. აი ამით დავამთავროთ. და რჩევა ბოლოს მინდოდა მეკითხა რჩევა ახალგაზრდებისადმი. ახალგაზრდებს რას ვეტყოდი? ფული არ გადაიხადოთ არტისტობაში. არის სწავლება ფულით შვილებო არტისტობა, არტისტი უნდა იყო. ეს არის შეუცვლელი ერთადერთი ლაურა რეხვიაშვილი, რომლის ცხოვრების გზაც წარიმართა იმ სისტემაში, რომელიც მუდმივად იცვლებოდა, ინგრეოდა ერთი, ახალი თან შენდებოდა, თან ვერ შენდებოდა, მან შეძლო რომ ყოფილიყო ორიგინალი, აი ასეთი, როგორცაც მას ვხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ბავშვობაში რო ოცნებობდით იმ ხეზე აი ეს გზა როგორიც იყო, თქვენ იქ გაქვთ მოფიქრებული, აი უკვე ამას აქში როლები, ბევრი საინტერესო და ამის რეალიზება და მატერიალიზაცია აუცილებლად მოხდება. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მე მინდა რომ ერთად განვიხილოთ კიდე ახალი როლები. თქვენ უყურებდით და უსმენდით პოდკასტს შანტრაპა. გამოგვიწერეთ, ეს მინდა რომ გთხოვოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, შენიშვნებიც შეგიძლიათ რომ მომცეთ მე პირადად და გვითხრათ თუ ვინ გსურთ რომ იყოს ჩვენი სტუმარი. Lemon Podcast Studio-ში იწერება ჩვენი პოდკასტი, მადლობა მათ ამისთვის და ასევე კომპანიებს მინდა მიმართო რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და თუ გსურთ რომ თქვენი რეკლამა განთავსდეს ჩვენთან, დაგვიკავშირდით. მადლობას ვუხდი ამ საოცარ ქალბატონს, ჩემს საყვარელ მსახიობს, იმისთვის რომ დაგვაფასა და მოვიდეთ ჩემთან და გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. მადლობა გენაც, შენც. რა კარგი იყო. ერთი ამოსუნ თქვი. რა ვიცი, ხო.